ამ წვიმიან ამით ჩემსვეტი ქუჩაში არავინ არ დადის. მე კიდე მივდივარ რუსთაველზე, იმიტომ რომ მარათონში ამჯერადაც უნდა მივიღო მონაწილეობა როგორც დავპირდი საკუთარ თავს. მეგობრებო, პენსიონერებს ვიდა ვიმართო. ეხლა ისეთი ამინდია, ისეთი ადრია, ვიღაცა არ აღიებოდა ლოგინიდან, მაგრამ მინდა რომ ყველასთვის ვიყოთ ჩვენ მოტივაცია. ვიწყებთ ახლა ვარჯიშს და მე გავაცდართ. სტარტიდან ანუ რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გავიარე 10 წუთში. აი, სადავართ. თქვა რომ პენსიონერებიო რა, всё, პენსიონერობა დავამთავრეთ. ასაკით, მხოლოდ პასპორტით. თორე ბიოლოგიური ასაკით ჯერ 50-იცაც არა ვარ. საათი და 5 წუთი დამჭირდა მარჯანიშვილის მეტროსთან მოსასვლელად. ეხლა ბაქოს ქუჩაზე ვარ. 10 კილომეტრიან მარათონში ვიღებ მონაწილეობას და გამახსენდა რომ სადღაც აქ ჩემი პოლიკლინიკა იყო დაახლოებით 20 წლის წინ, როცა მე ავადმყოფად ვითვლებოდი. ეხლა დიდი ხანია გარყოფილვარ და არც მახსოვს სად არის. ასე გამოხსნა ჩემი ცხოვრება აი ამანა. ასე რომ გაითვალისწინეთ. სხვადასხვა წამის ადამიანები დარბიან, სხვადასხვა ასაკისაც. ახალგაზრდებით და ჩვენსავით პენსიონერები. მაგრამ თავარია რომ ჩვენ თავს გამოვიხსხადოთ გამოწვევა. ოღონდ პრობლემა კი არა. მივიღოთ ეს გამოწვევა და ჩვენს თავს შევადაროთ წინა წლების ჩვენი თავი. წამსონზე საათი და 27 წუთია და მე უკვე მარჯანიშვილის მეტროს გავოცდი და ვიდა აღმართისკენ. აი ასე გავხდები. მე ეს გოგოები ერთად ვიდივარ დიდი ხანია. ხან ისინი მისწრებენ, ხან მე. გოგოები რაღაცა ერთი ტემპი მაქვს მე მგონი ჩვენ. რამდენი წლისები ხართ? 25 წელი. შენ? მე პატარა ვარ უბრალოდ. მე 64-ის. დედა რა ხნის არის? დედა 45. აჰა, ჩემზე პატარა ყოლია დედა. დედა ჩვენ პენსიონერები ტოლს არ უდებთ ახალგაზრდებს. ეს არის ჩემი კიდევ ერთი გამარჯვება საკუთარ წარსულზე. აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი. ეს საუკეთესო მეთოდია ხანგრძლივი სიცოცხლისთვის.